სიმსივნეებზეც რო გვესაუბროთ. რა ვესაუბროთ? რა პროცესია როგორ ჩდება, რას როგორ უნდა გავუწინოთ? დიდი თემაა, რომ ამაზე ესე ვიდეოში, პატარა ვიდეოში ვერ ჩავ, ვერ დიდ ვიდეოში ვერ ჩავწერ. პირველ რიგში თუ გინდათ რომ თავი დააღწიოთ და გადარჩეთ, არ დაგემართოთ, სტატისტიკა საკმაოდ არახსახარბია. ბოლო სტატისტიკა თუ არ მახსოვს 2014-2014-ში იყო და იყო სადღაც 59%-იანი სტატისტიკა, ანუ 100-დან თითქმის 60 ადამიანს ემართება სიმსივნე რაღაცი ფორმით. ძირითადი მიზეზია ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტები, შაქრები, რადგანაც სიმსივნეების უმეტესი სახის სიმსივნე ქსოვილს საკვები პროდუქტად აქვს შაქარი. ისე როგორც სოკოსაც, სოკოვან დაავადებისთვისაც თავარი ნიადაგი საკვები პროდუქტი არის შაქარი. ანუ სიმსივნე იკვებება შაქრებით. უმეტეს შემთხვევაში, თუმცა არის ისეთი ფორმის სიმსივნეები, რომლებიც კეტონებსაც იყენებს და ქვეყანა რაღაცებს იყენებს. არის ამ ფორმის სიმსივნეები, ამ ფორმის სიმსივნეებისთვის საკმაოდ ეფექტურია ინტერვალური შიმშილობები. ხო და არა ციკლური გამეორებებით, ანუ არა ზუსტი ერთი და იგივე ინტერვალი უნდა სუცვალო. და იქ არის კიდე კვების გარკვეული რეჟიმები, როცა აღმოჩნდება რომ სიმსივნე მარტო შაქრით არ იკვებება და არის სხვა საკვები პროდუქტებსაც იყენებს. სპეციალური კვების რეჟიმი დგება მისთვის. ეს საკმაოდ რთულია და საკმაოდ ხანგრძლივი შესარჩევია, რა უნდა ამოიღოს, რა შეუძლია მიიღოს, იმიტომ რომ თუ უსმენ იმასაც და იმასაც იყენებს, მაშინ აქ უნდა ვითამაშოთ რაღაცა. სიმსივნეები ხანგრძლივი სალაპარაკო პროცესია, ყველაზე რთულად სამართავი და ყველაზე შეუსწავლელი სარკომებია. რომ თქვათ სხვა სახის სიმსივნეები, თქვა კარცინომა და შემდეგ. ხო, ისინი გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარებიან და თქვათ შეიძლება რომ კომპლექსური მკურნალობით, მიდგომით ონკოლოგების და თქვათ ნუტრიციოლოგების ჩარევით შეიძლება ამ პროცესის ხანგრძლივად გაჩერება არის სრული რემისია, მაშინ არის ხშირი შემთხვევა, როცა განკურნებაც სრულია. რაც შეეხება საკმაოდ ყველაზე რთული სიმსივნეებია ატიპიურად. ორი საკმაოდ ერთმანეთს მიამსგავსო და რაღაც გავს იყო ძალიან. ძალიან ხშირი არის საკმაოდში რეზისტენტული ფორმები, რომელიც ყველანაირი მედიკამენტოზური მკურნალობის მიერ არის გამძლე რეზისტენტული, ხო? ანუ არც ერთი ქიმია და ახლა მას ვერ ერევა და აქ უკვე იმიტომ არის ახლა კაცობრიობა ფიქრობს რომ რაღაც ეს პერსონალიზირებული მიდგომები და იმუნოთერაპიები და რასაც ჩვენ ვაკეთებთ 33 წელია მედიცინა ახლა ცდილობს იგივე გააკეთოს, ახლა ცდილობს დაგვეციოს, ჩვენ ამას ვაკეთებთ რამდენი ხანი. ეხლა რა მაინტერესებს, ძალიან ბევრმა ონკოპაციენტმა დამიწერა, რომ ექიმები გვიგრძალავენ ვიტამინებს, იგივე ბეჯგუფის ვიტამინებს, ომეგას, რომ სიმსივნე იკვებება მაგითიო და მაგრამ ასე ხო ადამიანის გამოიყიდება. ეს არის შეცდომა. თუ ადამიანმა არ იცის და ასე იძახის, ექიმს გულისხმობ, შეცდომაშია შეყვანილი. და თუ იცის და ასე იძახის, მაშინ რაღაცა სარგებელია. იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავის დროზე ფარმაცევტული ფირმების და ჯანმოს ერთობლივი კონცეფციით შეიქმნა. ეს გაკეთდა სპეციალურად, იმიტომ რომ ჯანმო კიდევ ერთხელ ვძახით, წარმოიდგინეთ, ეს არის ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაცია და ამას აღიარებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მის ჯანდაცვის. ეს სპეციალურად გაკეთდა იმისთვის და ამ ექიმების ერთ ნაწილი ჩარჩენილი არის წარსულში. იმაში რომ ქერო სიმართლე არ ვიცოდი და სინამდვილე რა ხდებოდა არ ვიცოდი. და თუ ისინი მარტო იქ არის ხო, რა თქმა უნდა შეიძლება იმუნური სისტემა ნუტრიენტების გარეშე ვერ გააძლიერებს. ლიმფოციტები, მაკროფაგების ყველაფერი საჭიროებს 100-ზე მეტ ნუტრიენტს. ანუ ჩვენ იმუნიტეტს თუ გავაძლიერებთ, ხო ის იბრძვის, ყველაზე კაი მით უმეტეს რეზისტენტულ ფორმებში მარტო ეს არის გამოსავალი. რეზისტენტული შანსი არანაირი მედიკამენტი მას ზემოქმედებას არ ახდენს. ერთადერთი ბოლო იმედი არის თვითონ ორგანიზმის იმუნური სისტემა და იმუნურ სისტემას ვერ გააძლიერებს ვიტამინების გარეშე. ეს არის ექიმების ერთ ნაწილი, რომელიც ჩარჩა 40 წლის წინ იქ არიან ჯერ წარსულში. აი ქერო ეს დისკიანი ტელეფონები რო იყო, იქ არიან დარჩენილები, ან არის ერთი ჯგუფი ექიმი, რომლებიც ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ფარმაცევტული ფირმების, თქვათ სხვა ორგანიზაციების, კლინიკების რაღაცის ზემოქმედების ეწოლის თუ რეკომენდაციის საფუძველზე ასე იძახიან. არა, უფრო მგონია რომ არიციან, იმიტომ რომ არ მგონია ადამიანები მასე გაწირო. იმედი არ არიციან.
თუმცა გაწვირის მხრივ ეს კიდე ცალკე თემაა და ხელები ამწევია. სამწუხაროდ იშვიათად ღმერთის წყალობით, მაგრამ ხდება ასეთი, იმიტომ რომ ადამიანები სხვა სახის არსებობენ და მათ შორის მედიცინაშიც არანაირ ჭრელია ადამიანები და ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია, იმიტომ რომ ღმერთის წყალობით ეს ძალიან ცოტა, უმეტესი ექიმი ღმერთის წყალობით ძალიან კარგები არიან და ბევრს ვიცნობ ძალიან მაგარ ექიმს და რომლის გადაწყვეტილებებსაც ვეყრდნობი და ხშირად არის ხოლმე სხვა დარგის სპეციალისტები ღმერთის წყალობით ყავს და ვიცი ხოლმე ვის შეიძლება მივმართო როცა გჭირდება. მაგრამ ისეთებიც არის.